Hello, მეგობრებო, მე ისევ გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ეს არის ვიზის აპლიკაციის პროცესი, ოღონდ ეს უკვე მეორე ნაწილი. მას შემდეგ, რაც გზავნით DHL-ით კონკრეტულ ჩვენს საბუთებს, რა ხდება, რას უნდა ველოდოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თუ გაინტერესებთ, დარჩით ვიდეოში, მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ. მოკლედ, მას შემდეგ, რაც გავგზავნეთ ეს საბუთები, უნდა დაველოდოთ უკვე ჩვენი გზავნილის მიტანას. ამ ყველაფრის შესახებ DHL-ი ჩვეულებრივად შეგატყობინებთ, თქვენ გაძლევთ რაღაც კონკრეტულ ნომერს, კოდს, რომელიც არის თქვენი გზავნილის საიდენტიფიკაციო კოდი და ამ კოდის შეყვანის შედეგად ჩვეულებრივად გღებულობთ, სად არის თქვენი კონკრეტული ამანათი. და ეს ძალიან მოსახერხებელი არის, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ, რომ აკონტროლოთ ეს ყველაფერი. ზოგადად DHL-ს თურქეთში ანუ სტამბულამდე ჭირდებათ 3 სამუშაო დღე, რაც ძალიან მაგარი მომსახურება არის, ამიტომ მიყვარს ეს კომპანია, რომ ძალიან სწრაფები არიან. და მოკლედ შემდგომ უკვე ვიწყებთ ლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით ჩვენს რაღაცა გამოხმაურებას ერთგვარს. ახლა მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის ფულის გაყინვა და ფულის გაყინვა და ჩემი გამოცდილება მოკლედ ფულის გაყინვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ჩვენ გავგზავნეთ ეს ყველა ჩვენი დოკუმენტი, უკავშირი რამდენიმე ჩემს მეგობარს მოუვიდა ის, რომ თქვენ უნდა გაყინოთ ფული იმისათვის, რომ მოგცეთ ვიზა, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთო შესაბამისი, ანუ ზუსტად იმდენი ესე ვთქვათ scholarship იმდენი არ გაქვთო, რამდენიც უნდა გქონდეთ და ამისთვის უნდა გაყინოთ თანხაო. რა ისეთი უკავშირი მოუვიდათ, არა და ზუსტად ერთნაირი საბუთები ქონდა ყველას და მე არ მომივიდა მსგავსი არაფერი და მათ მოუვიდათ. არ ვიცი რა მოხდა, ვერ ხვდებით დღემდე ვერავინ ვერ მოხსნა ექსაიდუმლო რა მოხდა რეალურად, მაგრამ მოკლედ ასეთი გამოცდილება მქონდა. ამიტომ ახლა მინდა რომ გადავერთო ცოტა ხანი ვილაპარაკო ვიზის აპლიკაციაზე, ოღონდ ფულის გაყინვის ანუ blocked account-ზე. blocked account-ს ეძახიან ამას და ამაზე მოკლედ რაღაცა ინფორმაციას მოგცემთ. ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ blocked account-ს გთხოვენ მაშინ, როდესაც 805 ევროზე ნაკლები გაქვს რომელიმე თვეში. 805 евро ეს არის ბელგიის სტანდარტი და ბელგია თვლის, რომ ადამიანს იმისათვის რომ ქვეყანაში გრძელვადიანად ყოფნის და დარჩენის უფლება მისცეს, უნდა გქონდეს ამ ადამიანს 805 евро მინიმუმ. თუ ადამიანს არ აქვს 805 евро, ასეთ შემთხვევაში ის თხოვს თავის ანუ ამ ადამიანებს რომ უნდა გაყინონ ეს თანხა, blocked account-ი უნდა გააკეთონ და აუცილებლად მოკლედ უნდა მიმართონ რაიმე გზას და ამ შემთხვევაში ჩვენც რატომღაც ასე ჩვენც მე არა, მაგრამ ჩემს მეგობრებს ასე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მოკლედ საბუთებში არ გაქვთო ყველაფერი წესრიგში და გჭირდებათ თანხის გაყინვა. რაც შეეხება ახლა თანხის გაყინვას, თანხის გაყინვა მუშაობს ასე, რომ თქვენ ჩამოსვლამდე იმისათვის რომ ვიზა მოგცენ, თუ არ აკმაყოფილებთ ქვეყანაში რაღაც კონკრეტულ სტანდარტს და არ გაქვთ იმდენი შემოსავალი, მაგალითად ყოველთვიური რამდენიც უნდა გქონდეთ და რამდენსაც თვლის ქვეყანა რომ უნდა გქონდეთ და აუცილებელი არის, ანუ ამ შემთხვევაში გთხოვენ რომ გაყინოთ თანხა. თანხის გაყინვა ხდება ასე, რომ თქვენ შეგაქვთ რაღაცა კონკრეტული თანხა და ეს თანხა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური, ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით რა თანხა არის, მაგრამ ეს თანხა არის იმდენი, რომ აი ეს დანაკლისი რამდენიც გაქვთ ყოველთვიური, ეს დანაკლისი აღმოიფხვრას და ხო, თავარი მოკლედ მიზანი ეს არის. და გიწევთ მოკლედ თანხის გაყინვა, ამას აკეთებთ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ანგარიშზე რიცხავთ კონკრეტულ თანხას და ამ თანხას მე თქვენი უნივერსიტეტი გაგიყინავთ და ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც გააკეთებთ ბანკის ანგარიშს, ანუ იმ კონკრეტული ქვეყნის ანგარიშს, რომელშიც ხართ, მას შემდეგ რაც გააკეთებთ, მე უკვე ჩაგირიცხავენ ყოველთვიურად ამ თანხის რაღაც ნაწილს. და ეს არის მოკლედ გაყინული ანგარიშის მთავარი არსი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ და თუ მაგალითად თქვენ ხვდებით, რომ თქვენი ქვეყნისთვის არ აკმაყოფილებთ შესაბამის მინიმუმს და არ გაქვთ შესაბამისი ანაზღაურება ყოველთვიური და სტიპენდია არ გაქვთ შესაბამისი, ამისთვის მოგიწევთ თანხის გაყინვა, ამიტომ წინასწარ უნდა იყოთ ამისთვის მზად და ეს უნდა იცოდეთ. ხო, ეს აუცილებელია, რომ იცოდეთ.
ამის შემდგომ მოკლედ თუ ეს ყველაფერიც მორჩა და მოკლედ ყველაფერი წესრიგში გექნებათ, დაახლოებით 2 კვირა, 3 კვირა ჭირდება საელჩოს რომ განიხილოს თქვენი კანდიდატურა, ან ძალიან ბევრი დრო ჭირდება. აი ამიტომ ამბობ ყველას მაგას ვამბობ, რომ აუცილებლად ეს ვიზის პროცედურები უნდა დავიწყოთ იმაზე ადრე, ვიდრე შეგვიძლია. აი წამი არ უნდა დავკარგოთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ საელჩოები ძალიან გაგაწვალებენ და საელჩოებთან კომუნიკაცია არის ძალიან რთული, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ აი ამ პროცესში ყველაფერს რო ვარკვევდი, ალბათ 5000 იმეილი მაქვს გაგზავნილი და 5000 ჯერ მაქვს ანუ თურქეთში დარეკილი, ბელგიაში ვრეკავდი და აი ყველგან ვრეკავდი საერთოდ სადაც შემეძლო და სადაც მიმიწუდებოდა ხელი, ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში აი მაქსიმალურად ჩაერთოთ და მაქსიმალურად მოტივირებულები იყოთ, რომ რაღაცა გაიგოთ და რაღაც გაარკვიოთ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შემდგომში მინდა კიდევ ერთ-ერთი ეს რაღაც გითხრათ, რომ საელჩოებთან კომუნიკაცია ყოველთვის ანუ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოკლედ ყველაფერი ისე კეთდება, როგორც არის, იმიტომ რომ ჩვენ გამოცდილება გვქონდა, რომ ჩვენს მეგობრებს მაგალითად ჩემს მეგობრებს არ მოსთხოვეს, უბრალოდ მოსთხოვეს გაყინული ანგარიში, მე არ მომთხოვეს. ანუ ყოველთვის ბოლოს ისეთი რაღაცა ისე უცნაურად გადაწყდება ხოლმე ყველაფერი, რომ აი არ ვიცი, ამიტომ თუ მაგალითად თქვენ სანაცნობოში ვიღაცას ცუდი რაღაც დაემართა, არის ფიქრობთ, რომ აუცილებლად თქვენც ცუდი რაღაც დაგემართებათ, იმიტომ რომ მაინც ვერ ხვდებით ვერასდროს ეს ვიზის აპლიკაციის პროცესი რანაირად მიდის და როგორ მიდის. ამიტომ ყოველთვის უნდა იყოთ მხნედ და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ თქვენი მაქსიმუმი გააკეთოთ და ამ პროცესში მოკლედ მაქსიმალურად უნდა ჩაერთოთ. ამის შემდეგ ამ ყველაფერს მერე მოკლედ უკვე იწყება ლოდინის პერიოდში ვართ ყველა გადასულები, ანუ ელოდებით რომ ვიღაცა მოგწეროს და რაღაცა გაგვაგებინონ და ერთხელაც მოგწერენ და გეტყვიან რომ თქვენი ეს ან თქვენი პასპორტი უნდა წაიღოთ რა უკან. პასპორტი რო წარმოიღოთ უკან, ისევ მიდიხართ DHL-ში, აფორმებთ შეკვეთას, ეუბნებით რომ საქართველოში გინდათ რომ ჩამოიტანოთ თქვენი პასპორტი და აქ იწყება ერთ-ერთი ძალიან დიდი პროცესი და ძალიან დამღდარი პროცესი, რაც არის ის რომ VFS Global-ი სამწუხაროდ მარტივად არ ატანს თქვენს პასპორტს DHL-ის კურიერს და არა მარტო DHL-ის, ზოგადად ეგ პრობლემა აქვს მაგ კომპანიას და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეგ არის რომ უნდა ეხვეწოთ, ოღონდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნდა ეხვეწოთ და უნდა ააფეთქოთ მთელი თურქეთი იმისთვის რომ თქვენი პასპორტი დაიბრუნოთ. დაახლოებით 15 დღე დამჭირდა მე გამოვცდელ ანის იმისთვის რომ ჩემი პასპორტი დამებრუნებინა საქართველოში ვიზა ჩართული, ამიტომ ეს პროცესიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესსაც მე აქვს თავისი დრო. მე გაგიზიარებთ ჩემს Tricks, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა მე ჩემს მეგობრებზე, ანუ მე პირველმა გავიარე ყველაფერი და მე უკვე მე რო გამოცდილება მქონდა ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეს გამოცდილება და ძალიან მალე რამდენიმე დღეში ჩამოიტანეს მათ თავიანთი პასპორტები. ამიტომ ეს ტრუკი ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი ის არის და თუ ვინმე მსგავს გამოცდილებაში ხართ ახლა, აუცილებლად მომისმინეთ, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან ღირებული ინფორმაციაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ორ შემთხვევაში ძალიან კარგად იმუშავა. და ხო, ეს ბოლოს ჩემი პასპორტით სამ ტრიკით გამოვატანინე, ბოლოს აი უკვე ძლივს რაღაცნაირად ვეცადე და მოკლედ ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ესეც. მოკლედ ერთი სიტყვით რო ვთქვათ და რო ახსნა, ეხლა რა არის ამ თავარი არის ის, რომ უნდა დარეკოთ VFS Global-ის ხაზზე. ცხელ ხაზზე საქართველოსთან თურქეთში. ეს ხდებოდა ჩემთვის 10 დღის განმავლობაში დაახლოებით. და მოკლედ ურეკავთ ამ ნომერს დაგიწერთ აუცილებლად და რეკავთ მხოლოდ ჩვენი დროით 12 საათამდე. მე აღარ პასუხობენ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ მე აღარ პასუხობენ და მოკლედ ურეკავთ და ეუბნებით, რომ თქვენი პასპორტი არის მანდ, უნდა გამოიტანოთ თქვენი პასპორტი, მაგრამ ეუბნებით, რომ ანუ ძალიან გეჩქარებათ, რომ აი რაღაცა უნდა გამოატანონ ეგ პასპორტი აუცილებლად რაღაც და უნდა უთხრათ, რომ აი რამდენჯერმე იყო კურიერი მისული, მაგრამ არ წამოიღეს და რა ხდება რა და ნუ მე აი ამდენი
რაღაც ამის შემდგომ რო დარეკავთ და რაღაცა, მაგ დღესვე აუცილებლად უნდა დაურეკოთ DHL-ს და DHL-ში ოპერატორს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ თქვენ შეკვეთაზე კურიერი უნდა მივიდეს VFS-ში მაგ დღეს. და აი როცა კი დაიმთხოვა ისე რომ დილით დარეკეთ და მე შუადღით მივიდა კურიერი, აი მაგ დღეს აუცილებლად გამოვატანენ თქვენს პასპორტს რა, აი აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ორ შემთხვევაში იმუშავა ამ ხერხმა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ VFS-ში როცა რეკავთ, ინგლისური კარგად არიციან იქ და რაღაცნაირად ვერ გელაპარაკებიან და ვერ აგებინებთ ვერაფერს, მაგრამ არა უშავს გიღირთ და აუცილებლად მაინც გირჩევდით, რომ დარეკოთ და ასევე ხანდახან მთავარი პრობლემა არის გამოც VFS-დან არ ატანენ ხოლმე DHL-ს პასპორტს არის ის, რომ ეს ანუ ლენდლორდი ვინც არის, ანუ მთავარი მოკლედ არ ვიცი როგორ თქვა, კართან დგას ვიღაც ადამიანი, რომელიც რომელმაც უნდა გამოატანოს მოკლედ ეს თქვენი პასპორტი DHL-ის კურიერს. აი ამ ადამიანს ვინც დგას მან უნდა გქონდეს თქვენ შესახებ ინფორმაცია, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ თქვენი პასპორტი გაატანოთ DHL-ის კურიერს. და აი ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ როცა დაურეკავთ VFS-ში და ეტყვით, რომ აი გეხვეწებით რა, მიდი გამოვატანეთ და რაღაც უთხრათ, რომ აი ჩემს შესახებ მიეცით ჩემი მაგალითად DHL-დან მოგთხოვენ რაღაცა კონკრეტულ იმას რა ქვია, waybill ესე ქვია რა. Waybills და ამ Waybills გიგზავნით DHL-ი, როცა შეკვეთას გააუქმებთ, კი არა, გააფორმებთ. და როცა შეკვეთას გააფორმებთ, ანუ მე ამ შეკვეთის Waybills გიგზავნიან და ეს Waybill-ი უნდა გავგზავნოთ VFS mail-ზე და მეილიდან მე უნდა დაურეკოთ და უთხრათ, რომ აი Waybill-ი გამოგიგზავნეთ და მიეცით ამ ადამიანს, ვინც კარში დგას და ჩემი ანუ პასპორტის გამოტანაზე არის პასუხისმგებელი. და ანუ ამას როცა გააკეთებთ და იქ როცა ხელში ეჭირება იმ ადამიანს ეგ თქვენი Waybill-ი, ამის მერე ძალიან მარტივად გამოვატანენ და ძალიან ხშირად მე ზოგადად DHL-ში ძალიან ხშირად ვრეკავდი ხოლმე, რომ აი კიდე არ გამოვატანეს და სულ მაგას მეუბნებოდნენ, რომ აი ჩვენი ბრალი მართლა არ არისო რა, ესეთი უპასუხისმგებლო ორგანიზაცია არისო და ესე გვაწვალებენო რა, ხა მაგალითად ერთ-ერთ შემთხვევაზე მომიყვეს, რომ ერთ-ერთ ქალბატონს ჰქონდა პრობლემა, რომ არ ატანდნენ და საბოლოო ჯამში იმდენად ეჩქარებოდა, რომ თურქეთში მოუწია ჩასვლა და თურქეთიდან წამოიღო მერე თავისი ის, რომ ანუ არ ატანდნენ რა კურიერს და მე მივხვდით თურმე რატო არ ატანდნენ, იმიტომ რომ აი სულ ხაზზე უნდა იყოთ, სულ უნდა ურეკოთ, სულ უნდა შეაწუხოთ და აი სულ რაღაცა ესეთი იმაში უნდა იყოთ რა რეჟიმში, თორე ისიც საქმე არ გაიკეთდება და მთავარი რაც არის ის, რომ როცა DHL-ში მიხვალთ და გააფორმებთ შეკვეთას, რომ წამოგიღონ სტამბულიდან საქართველოში თქვენი პასპორტი, Waybill-ი გავგზავნეთ. აუცილებლად უნდა გავგზავნოთ თქვენი Waybill-ი და Waybill-ს რო გავგზავნით, მე უნდა დაურეკოთ, რომ აი იმ ქალს გადაეცით კართან რო დგას ჩემი Waybill-ი და მოგვარებული იქნება პრობლემა და ასევე მაგასთან ერთად უნდა რეკოთ ხოლმე ხშირად და უნდა უთხრათ, რომ აბა გამოვატანეთ ჩემი ის რა ქვია პასპორტი, გელოდებით რაღაც და რო დაემთხოვა ეს ყველაფერი ერთად, მე უკვე ძალიან მარტივად გამოვატანენ თქვენს პასპორტს რა. საბოლოო ჯამში რო შევაჯამო, ჩემი აი ეს ყველაფერი ეს გამოცდილება, მოკლედ ჩემთვის იყო ძალიან ტრაუმული და მატრაუმირებელი იყო მართლა. და აი ძალიან ცუდად მახსენდება ეს პერიოდი. ალბათ ესე ორი თვე ადამიანს ავგავდი და ორი თვე არ მქონდა არავისთან ურთიერთობა ნორმალური და ადამიანური და არ ვიცი მართლა ძალიან ბევრი ვინერვიულა, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო ჩემ შემთხვევაში. ის რო დრო არ მქონდა, ის რო გენტის უნივერსიტეტი ძალიან ადრე იწყებდა, თებერვლის 10-ში იწყებდა იმას უნივერსიტეტი, ანუ ზოგადად სწავლას, ასევე 5-ში მქონდა ბილეთები ნაყიდი, ბელგიაში მოვდიოდი და ვიზა არ მქონდა და აი არ ვიცი, ყველაფერი იმდენად სტრესული იყო, რომ აი რაღაც მომენტებში ვფიქრობდი, რომ მეთქე საერთოდ მიღირს ეს ყველაფერი ამად, მაგრამ ყოველთვის შეახსენეთ ხოლმე თქვენ თავს, რომ აუცილებლად გიღირთ რა თქმა უნდა ერთი და მეორე, რომ აი ძალიან მარტივად დაგავიწყდებათ ეგ ყველაფერი და ბოლოს ყველაფერი ძალიან კარგად აგინაზღაურდებათ, მოკლედ აქაური გამოცდილება აგინაზღაურებთ იმ ყველა ნერვულობას, რასაც გადაიტანთ. ამიტომ ჩემი შევა იქნება, რომ ყველასთან იკონტაქტეთ, ყველას ურეკეთ, ვისთანაც შეგიძლიათ, ხო გეუბნებით, ანუ მართლა ბელგიაშიც კი ურეკავდით და თურქეთში ხო საერთოდ და თურქეთში მე იმდენჯერ ურეკავდი ხოლმე VFS-ში, რომ მე ერთი გოგო იყო ზეინაფი და იმ ზეინაფს მე ვეჭვარავებოდი, რომ მეთქე აუ ძალიან ვაბოდიში და რაღაც და უკვე მცნობდა ხოლმე, რომ შენი სარხარო საქართველოდან რომ ირეკავო, ანუ უკვე იმდენად ხშირად ვრეკავდი ხოლმე და იმდენად აფეთქებული მყავდა ნახევარი მსოფლიო, რომ ანუ ყველამ უკვე იცოდა DHL-ში რომ ვრეკავდი ხო საერთოდ, ანუ უკვე
ჩემი ანუ შეკვეთის ნომერსაც აღარ მეკითხებოდნენ ხოლმე, რომ აი ყოველ დღე ალბათ 1-3 ან 4 ვურეკავდი რა. ხო და ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის ადამიანების შეწუხება და ცოტა მაგრად დადგომა ყოველთვის ყველანაირ პრობლემას აგვარებს. ამიტომ ეს ვიზის პერიოდში უნდა გაითვალისწინოთ, რომ უნდა მიდგეთ, მოდგეთ, აი ზუსტად აი ამ სიტუაციაში უნდა იყოთ, რომ უნდა მიდგეთ და მოდგეთ და აი ყველა უნდა შეაწუხოთ. აი ვინცთანაც კი რაღაცა მეილი მიგიწვდებათ, ან ნომერი გაქვთ და ხელი მიგიწვდებათ, აი ყველგან კომუნიკაციაში უნდა იყოთ და უნდა ააფეთქოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს იქნება ჩემი რჩევა და ძალიან სტრესულია მესმის და ვიცი რასაც გრძნობთ და რასაც გადიხართ ახლა და ვიზის აღება არ არის ძალიან ვიცი რომ მარტივ პროცესი საერთოდ არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაგიფასდებათ და წარმატებებს გისურვებთ. იმედია ჩემი ვიდეო გამოგადგებათ, იმედია რომ ისიამოვნებს თქო, ვერ ვიტყვი ხარ რა არის ამაში სასიამოვნო, მაგრამ იმედია რომ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ რჩევებს მაინც მიიღებთ და ცოტა მაინც გაგიმარტივდებათ ცხოვრება და მოღვაწეობა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას, გკოცნით ძალიან ბევრს და შემდეგ ვიდეო არ ვიცი რაზე იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება. Bye bye.